ჯამში კარგ 20,000 კალორიას გადავსვები. ერთი 20,000 კალორი უჭველი არის. არ ვიცი, რავი, სასწაულად გამოიყურება. აუ, არ კარგად შემოდის გემო. 13,000 კალორიაზე ვიქნები. სალამით მეგობრებო, დღეს გვაქვს გრანდიოზული დარღვევა ჩემპიონატის შემდეგ. არ ვიცი, რამდენი კალორია გამოვა, ვეცდები რომ მაქსიმალური ვჭამო. მე როგორც იცით, მაგარი მჭამელი ვარ. დამიდე საჭმელი და შევჭამ. ასე რომ დღეს ვართ ბიქსემში, ყველაზე მაგარ საბურგერეში. ასე რომ რამდენი შევჭამ, როგორ შევჭამ, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ბევრს შევჭამ, მაგის გარანტიას გაძლევთ. ჩემპიონატის შემდეგ ძალიან მომატრებული ვარ ამ საკალორიებით, ასე რომ ყველაფერი მაღალ კალორიულობაში იქნება დღეს. შემოვწავეთ. მე ძალიან მომწონს ამათი ბიქსემის საფილმო. იმიტომ რომ ზოგადად ბურგერში სიტყვა მომწონს. მე ყველაფერი რა შემიძლია ტყუილი ვჭამო რა. ძალიან ბევრს გიგვიდათ ხოლმე დარიშის ხმარობდი ყველაფერზე, ხორცი და საერთოდ ყველაფერზე და კი, შემიძლია ყველაფერზე ტყუილი ვჭამო. ასე რომ ხორციც მოტკბო მომწონს. ანუ ამ შემთხვევაში კარამელიზირებული ხახვი არის და ეგ ჩემთვის არის იდეალური ვარიანტი. და ასე რომ ბიქსემის საფილმოს ავიღებ. რამდენის? კაი კითხვა იყო. დამატებით ალბათ ფრის ავიღებ. ხო, საფილმოში გამოიყურება. საკმაოდ დიდი არჩევანია სხვა შორის. სტაკვები, ბურიტოები, ყველაფერია. ბურიტოს მოყვარული ნაკლებად ვარ, სიმართლე რო გითხრათ. მე მაინც უფრო ბურგერის ტიპი ვარ. ფრის ავიღებ ყველა ვარიანტში. აი ყველის ინიექცია და соусებს არ ავიღებ. იმიტომ რომ კი კალორიული არის, მაგრამ მაინც ვერ იდები რა. ამიტომ ხომ ეს соусები და ძალიან ბევრი იყოს. იმიტომ რომ მარილია 1000 რამეა და მე მეორე დღეს იზღებ შეშუპებული. ასე რომ ბურგერის ვარიანტი იყოს, ფრი და ტაკოებს ავიღებ დიდი ალბათობით. 3 კოლის соуსი, 3 კარტოფილი ფრი, 8 ცალი ბიქსემის ტაკო და 5 ცალი ორმაგი ბიქსემის ბურგერი. ეს 20,000 კალორია იქნება, ხო? ალბათ. მეტი 30,000 კალორია. ზოგადად დარღვევა ან ქონია მზადებაზე კი იცით 6 თვე დაახლოებით ეგრე გამოვიდა. ბოლო პერიოდში ფიქრობდი 2 კვირით ადრე დამერღვია, მაგრამ მე ვფიქრობ თუ სხეული მზად არ არის, ჯობია რომ თავი შეიკავო. და თუ სიტყვაზე ხსნობ ენერგიის დანაკლისი გაქვს, მოუმატო იმ ბრინჯს იქნება თუ რაც იქნება ჯანსაღად. ჩემი დგომა ესეთი იყო. თუ რაღაცა დანაკლისს გრძნობდი ენერგიის ხრივ, მაქსიმუმ 100 გრამი ბრინჯი მომატებინა, ან არის გას გამეკეთებინა. ანუ მაგას ქვია ოდნავ ნახშირწყალოვანი მატება. დარღვევა ესე არ მქონია და ჩემთვის ძალიან კარგი იყო რომ არ მქონია და ყველაზე მთავარი რა არის? გემო ამ დროს საერთოდ სხვა. და რატო? იმიტომ რეცეპტორები საერთოდ სხვანაირად არის კონსტიტუციონ საკვებს, რომელიც დიდი ხანი არ მიგიღია და რომელიც სულ ტვიში გიტრიალებს. და პლუს რა თქმა უნდა ეს ბედნიერების ფორმულა გამოიყოფა. ასე რომ 1000 ერთხელ ასეთი კვებები იდეალურია. ოპა, ტაკოები, აუ კარგი გამოიყურება. მადლობა. მოგეთ პირველი მოვიდა ტაკოები. ეს არის ბიქსემის საფილმო ტაკოები და როგორც ვიცი, თითოში 300 და 400 კალორიამდეა. ეს პატარა ჩანს, მაგრამ ძალიან გემრიელი და კალორიულია საკმაოდ. შემდეგი ალბათ ბურგერი მოვა, მაგრამ მანამდე ამას დავაგემოვნებ. ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის წვნიანი გემო. აი ეგ მენატერო და ყველაზე მეტად აი საოცარი შეგრძნება. ასე რომ ეხლა ამას ტაკოებს შევჭამოთ. რამდენი გამოდის ეს? თუ 300 კალორიებს ჩავთვალოთ, 2400 კალორია გამოდის ტაკოები მარტო. ასე რომ დავლებდოთ თავარ ბურგერებს. ეხლა გავსიჯოთ ერთი ცალი. ვა. აუ კაია. ეს არის ასევე მოტკბო, ანუ კარამელიზებული ხახვით და ძალიან უხდება. ჩემი აღმოჩენა ეს, რომ ძალიან უხდება. ასე რომ არ მოერიდოთ პირიქით, ვისაც ბურგერი გიყვართ, აუცილებლად გაშიდეთ აი ესეთი მოტკბო. ძალიან კაი ეს.
და მოვიდა ჩვენი ბურგერები. არ ვიცი, რავი, სასწაულად გამოიყურება, გემოხოთ ცალკე სხვა საკითხია. როგორც ვიცი, აქ თითო უნდა იყოს 2000-დან 2500 კალორიამდე. ანუ ჯამში გამოდის 2500 კალორია ჩავთვალოთ, 12500 კალორია. აი ფრიც მოვიდა. ყველის соуსი ფრი. ჯამში კარგ 20000 კალორიას გადავწყვეტ. გადავა. ერთი 20000 კალორი უჭველი არის. და ამის განადგურებას ვაპირებ მე. და ძალიან მადიანად ვარ. ასე რომ ნენდელა ყველაფერი უნდა დავაგემოთ ახლა ჩვენ. ვეჭედებით პირველ 2500 კალორიას, რომელიც ძალიან მარტივია ჩემთვის. სიმართლე რომ გითხრათ. ახლა ვნახოთ როგორია. ბეკონდა. აუ არ კარგად შემოდის გემო. აი პირველი ყველასა დავაქცევ არის პური. პური თუ გემრიელია, დანარჩენი ყველაფერი იდეალურად იგრძნობა. პური არის საოცრება. ძალიან ფაფუკი და მე პლუს ეს სიტყვა რო შემოდის ჯემისგან, ხახვისგან. და მე პლუს ყველი სასწაული გარდაქმნა, რავი. არ ვიცი რის აკეთებ, როგორ აკეთებ, მაგრამ სასწაული გამოდით. დამკაია. -1 ვაგზელებ შემდეგს. ფრი არ გამისინჯავს. და ყოლის соуს. აი соуს კი ცოტა უარი, მაგრამ თუ ბოლომდე ვჭამთ, ვამოჟავ. არა, დამკაია. მე ვიტყვი უარს. ეს მეორე ბურგერი. კეთავს კარგს მოგ, მიდივართ. მესამე ბურგერზე. კარგი, შემდგენია. ხო, ესენი თუ შეიძლება დაუნაკეთოთ. ესენი ხდება მხოლოდ ასეთი განსაკუთრებული მომენტების მერე. რომ წავით მესამე ბურგერზე. ესეც მესამე. ეს მეოთხე ბურგერი. 1000 კალორიას უბრახუნებთ მარტო ბურგერით. დამოტევით ფრი და ტაკოებით კიდე ავედით. აბა დაახლოებით ახლა 13000 კალორიაზე ვიქნებით. ამას დავამთავრებ 15000 გამოვა დიდი ალბათობით. ყოლის соуს დაგაცემთ, ნუ ისე ვთვლი ლაითად. ნუ 1000 არა, მაგრამ ერთი კაცისთვის 15000 კალორია საკმაოდ ბევრია. მაგრამ კარგად ვფლობ თავს. ერთი ხე კი ჩემგან. ვინცაც გიათ ბევრი ჭამოთ. სითხე არ მიაყოლოთ ჭამის დროს. თუ გაგბერავთ და ვეღარ შეჭამ. ასე რომ თუ ბევრი ჭამა გინდათ, მან დალიეთ. დანარჩენი უკვე მერე. მოკლედ. დავასრულეთ. როგორც თქვი, 4 ბურგერი გამოგვივიდა. ფრი, გადამიქრე ფრის პორცია. ალბათ 500-600 კალორია იქნებოდა. დამატებით ტაკოები. საკმაოდ მეტი არაფერი. საშუალოდ ყოლის соуსი ყოფილან ალბათ 15000 კალორია შევასრულეთ ერთმა ადამიანმა. თუ დაკვირვები ხართ, ამას იძებს ხოლმე 2 ადამიანი ძირითადად, ან 3. მე პირველად გადავიღე, ასე რომ შექება მეკუთვნის. აქამდე არ მიცდია, სული მქონდა, მაგრამ არ მიცდია. და ნუ ერთი ვეცდები რომ ეს დარგვა გამოვიდა მაინც გემრიელი, იმიტომ რომ ბოლოს უკვე ისე ხარ რომ ძალიან ჭამ ხოლმე და მე ესე არ ვიყავი. მაინც კარგად გემრიელად ჭამე. რავი, საოცარი ბურგერი არის ბიქსემში. ამათ ბურგერებზე მივგიჟდები მე პირადად. მენიუც ძალიან კარგი აქვს. და ესე დარგვა რა თქმა უნდა ხშირად არ იქნება. რაღაც გვინდა გავიმეორო. იმიტომ რომ ზედმეტია. მაგრამ სასიამოვნოა ერთჯერადად და ასეთი რთული გზის მერე. ასე რომ ეს იყო სულ გადლოვით მიყურებდით. დააკალორიეთ კომენტარებში. და ვეცდები ამის მერე უკვე ვიდეოები იყოს ძირითადად ჯანსაღმოებაზე. ანუ ეს არაჯანსაღმოება თორე გვერდზე გავწიოთ, რომ არ გადავუხვდეთ ჩვენს თემატიკას და გქონდეს ყოველთვის ერთი რამ, ტვინში რომ ეს ყველაფერი ხდება 1001. და მომავალ ვიდეომდე.